საქართველოს პარლამენტში ინაუგურაციის სამზადისი მიმდინარეობს. დეტალებს ადგილზე გაეცნო პარლამენტის თავმჯდომარე. არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება. იქნება პარლამენტის სტომათა დარბაზში პრეზიდენტის ინაუგურაცია, რაც საუკეთესო ტრადიცია არის საპარლამენტო რესპუბლიკების, ამიტომ ჩვენთან ეს პირველად მოხდება და გვინდა რომ რაც შეიძლება საზეიმო განწყობა იყოს და პომპეზურობასთან ერთად, რა თქმა უნდა, მას ჰქონდეს ის კლასიკური დანიშნულება, რაც გულისხმობს მის ოფიციალურ ნაწილს, სადაც საარჩევნო კოლეგიის თანდასწრებით, ხელისუფლების სხვა შტოების წარმომადგენლების თანდასწრებით მოხდება პრეზიდენტის მიერ პრეზიდენტის ფიცის დადება. სპეციალურად ამ დღისთვის საინაუგურაციო კონსტიტუცია დაიბეჭდა, რომელზეც ფიცს დადებს საქართველოს პრეზიდენტი და შემდეგ ეს ეგზემპლარი შეინახება საქართველოს პარლამენტში. ვფიქრობ, რომ ამ მხრივაც ისტორიას რაღაცნაირად შევქმნით და შემდეგ გავა წლები, 10 წლეულები, 100 წლეულებიც იმედია შემდეგ და ეს იქნება ის ორიგინალი, რომელზეც ყველა პრეზიდენტი დადებს. თავისი თვისებები, თავისი გამოცდილებით, თავისი პოლიტიკური კარიერით, თავისი კარიერით, როგორც სპორტსმენი, რომელიც ადამიანების გულებს ახარებდა, ვფიქრობ, რომ ზუსტად ამაზე იქნება ორიენტირებული, რომ ქართული ხალხის ინტერესების მთავარი გამტარებელი იყოს. პატრიოტიზმი ეს არის ის თვისება, რომელიც სამწუხაროდ ბევრს მის წინამორბედს არ აღმოაჩნდა. ბევრი კონცენტრირდა საკუთარ თავზე და არა ხალხზე და მიხეილ ყავლაშვილი ზუსტად ის ადამიანი არის, რომელიც ხალხის ინტერესიდან გამო უპირველეს ყოვლისა. ძიმე მემკვიდრეობა დახვდება, გამომდინარე იქიდან, რომ ქალბატონმა სალომემ ძალიან დააზიანა ეს ინსტიტუტი, ფაქტობრივად ის ზიანი, რაც მან მიაყენა ამ ინსტიტუტს იმით, რომ აქცია კონსტიტუციის დარღვევის ინსტრუმენტად, აქცია გარედან ქვეყნის დისკრედიტაციის ინსტრუმენტად და აქცია ადგილად ინსტიტუციად, რომელთანაც უკვე აღარ იყო დაკავშირებული ქართული ხალხის ინტერესები. ასე რომ მას ამ ძიმე მემკვიდრეობის შემოbrunება, შეცვლა მოუწევს ქართული ხალხის თვალში